ჩემი პირველი მუნდიალი იყო. ყოველთვის ხვები ხოლმე მას. საფრანგეთი იტალიის ფინალით რო დასრულდა და მატერაცის და ზიდანის დაპირისპირებით უფრო. 2002 წელს მე პატარა ბავშვი ვიყავი. ბრაზილიამ მოუგო გერმანიას 2-0. 2002 წელს კორეა იაპონია და ჩემი პირველი ფავორიტი გუნდი იყო ბრაზილია, იმიტომ რომ რივალდოზე მეტად მაშინ ფეხბურთში არაფერი მიყვარდა. 98 წელი იყო, ან 2002 ზუსტად არ მახსოვს. 2006 წელი და მახსენდება ძირითადად ჩემი სოფლის 20 წელს ერთხელ ზაფხულიც სოფლიო ჩემპიონატის ჩემს სოფელს ეკუთვნოდა პირველი თამაში იყო ინგლისი პარაგვაი, რომელიც ინგლისმა მოიგო ავტოგოლით. თავი რო ჩაატყა მე მახსოვს მაშინ ვიგზენით ქართველებმა კიდევ ერთიანი ემოცია რა. თავის ჩარტყმა თითქოს ჩვენგან პასუხი იყო მატერაცზე. რადგანაც ჩემი ინგლისის გულშემატკივარი იყო, მეც ინგლისის გულშემატკივარობდი და ყველა მსოფლიოზე ესე იყო, მანასანამ რონალდოც გამოჩნდებოდა და პორტუგალიასაც ჩავიბამდი, თუმცა აწი პორტუგალია კარგად იყო. ოლივერ კანს გაუტანა ბრაზილიამ, თუ არ ვცდები ბრაზილიამ მოიგო, მაგრამ გერმანიას გულშემატკივარობდი თავიდან და ოლივერ კანის დიდი ფანი ვიყავი. ყველაზე იკონური რაც მახსოვს იყო რონალდოს აქ დატოვებული თმები და ის კადრი არასოდეს ამოვა ჩემი თვალებიდან. როგორი ბოლოდნელი იყო ეგეთი თმები და ჩემი კლასელებიც ეგეთი თმებით დადიოდნენ შემდეგ. ჩემთვის მაინც ძალიან ტკბილი მოგონება, იმიტომ რომ ჩემმა საყვარელმა ფეხბურთელმა მოიგო და თან ის ბრაზილიის ნაკრები ისტორიას მაგრად დარჩა. მაშინ საფრანგეთმა მოიგო ჩვენთვის და დღემდე საფრანგეთია მოგებული. და ზინედინს აქედან მოკითხვა. კითხვას ალბათ იმიტოა რომ პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ესე ყველა ადამიანს რაღაცნაირად ამახსოვრდება და მე ეს პატარ-პატარა რაღაცები დამახსოვრდა ჩემი ბავშვობიდან. გამოიწერე არ გაჩერდეს YouTube არხი და უყურე კრეატორ ჩემპიონატს.